მოგესალმებით ნაზი საძურაძე გადაცემა საჩინოდან. დღეს სტუმრად მეწვია ორი არაჩვეულებრივი ქალბატონები, ჩემი მეგობრები, ლეილა არჩემაშვილი და ნინო მჭედლიშვილი. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს ბატონი ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ და მისი არაჩვეულებრივი მეგობარი, მდივანი, რომელიც მას ეხმარებოდა საფრანგეთში და ეს ქალბატონი იყო პარტიზანი ქალბატონი, არაჩვეულებრივი პიროვნება მანანა მჭედლიშვილი. სამწუხაროდ ძალიან ბევრმა მის შესახებ არიციან თუ ვინ ბრძანდებოდა, ვინ ეხმარებოდა საფრანგეთში ბატონ ექვთიმეს. მისი ნაშრომების, ეს პიროვნება იყო მდივანი, ასე ვთქვათ და ეხლა დანარჩენს ჩემი ძვირფასი სტუმრები გვიამბობენ სწორედ ამ ღირსეული ქალბატონის შესახებ. ჩემო ძვირფასებო, დიდი სიყვარული და პატივისცემით მოგესალმებით და ჩემი დიდი ოცნება, ჩემო ლეილა, რომელიც ჩვენ 10 წლის უკან მქონდა გადაღება, ეს იყო ბატონი ექვთიმეს მუზეუმში, ჩვენ იქ მქონდა შეხვედრა, შევხვდით ქალბატონი ნინო პოლტარასკაიას დის შვილიშვილებს და აგრეთვე დირექტორის იმ სახლის დირექტორი, ვინც არის ნინო მამარდაშვილთან მქონდა შეხვედრა და ეხლა უნდა მიამბოთ რა ინფორმაციებით ხართ მობრძანებული თქვენ ქალბატონო ლეილა და შემდგომ ჩემო ძვირფასო ქალბატონო ნინო მიამბეთ თქვენი დიდი საუკეთესო მამიდის შესახებ, რომელსაც ძალიან დიდი ღვაწლი აქვს თავის დროზე და გაქვთ თქვენი ინფორმაციები და მიამბოთ უნდა. ჩემო ლეილა, შენგან უნდა დავიწყო. მივესალმები ტელემაყურებელს, მოგესალმებით ქალბატონ ნაზი. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ ქალბატონ მანანა მჭედლიშვილის გადაცემას უძღვნით ამ დიდებულ ადამიანს. ძალიან გამახარეთ. ალბათ რამდენი გადაცემა გაქვთ ჩემთვის მოძღვნილი, მაგრამ კიდევ რომ მოგეწვლათ ისე გამიხარდებოდა როგორც მანანა მჭედლიშვილის გვასახელის კიდევ ერთხელ გაჟღერება ტელევიზიიდან. ქალბატონი მანანას ძალიან ბევრი იცნობს, ქალბატონ მანანას ძალიან ბევრი არ იცნობს და სწორედ მე და ჩემი ძვირფასი ნინო იმიტომ ვარ დღეს აქ თქვენთან, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ მასზე და მის ცხოვრება მოღვაწეობაზე. მანანა მჭედლიშვილი საგარეჯოს რაიონის და არა მარტო საგარეჯოს რაიონის, მთელი საქართველოს საამაყო ქალბატონია. იგი დაიბადა 1919 წელს საგარეჯოში, ბავშვობა საგარეჯოში გაატარა, 8 მარტს დაიბადა, სულ ახლახანს ალბათ 106 წლის გახდებოდა, ნათელი დაადგეს და ერთ-ერთი საამაყო ქალბატონი ბრძანდება. ალბათ ძალიან დიდი შეგნება, კულტურა, ჭკუა, სინდისი და ნამუსი და ერის სიყვარული უნდა გქონდეს, რომ მანანა მჭედლიშვილს აღმერთებდე, მანანა მჭედლიშვილზე საუბრობდე და მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას აფასებდე. მე ასე ვფიქრობ. მანანას ჯერ ფრონტული გზის შესახებ გესაუბრებით რამდენიმე სიტყვით და მე იმ ღვაწლისა და ამაგის შესახებ, რაც მან ჩვენ სოფლებში, საგარეჯოს რაიონის მთის სოფლებში გასწია. მანანა საგარეჯოში 1942 წლის აპრილში გაიწვიეს ჯარში. თავად მოისურვა ჯარში წასვლა, თუმცა იგი ნაადრევად დაუბლებული იყო და ბიძების ამარა იყო და ბიძები ზრდიდნენ მას და არ უნდათ მას მისი ფრონტზე წასვლა, მაგრამ უკვე გაიწვიეს ჯარში 42 წლის აპრილში. საგარეჯოელი მოხალისე ქალიშვილი გუჯანის ქალთა საჰაერო სამეთვალყურეო პორტში ჩარიცხეს. აქ მანანა კარგად დაეუფლა ტელეფონისტის, თვითმფრინავის, მეთვალყურის სროლელის პროფესიებს, შემდეგ თბილისში
სკოლში გაიარა სანინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსები და 43 წლის იანვარში შავი ზღვით ჯერ ცეცხლ მოკიდებულ ტუაფსეში, შემდეგ ჰიტლერელებისაგან უმოწყალო დანგრეულ ნავსადგურ ჯუბვაში მოხვდა. აი ზუსტად აქ 56 არმიის 93 სამთო მსროლელი დივიზიის 35 ათასეულის მესამე ასეულის სანინსტრუქტორი გახდა მანანა მჭედლიშვილი და ზუსტად პირველი საბრძოლო ნათლობა კრასნოდარის მხარეში გაიარა. გარეჯელი ქალიშვილი უცეცხლის წვიმაში უცებ მოხვდა, იგი უშიშარი იყო ტყვიების ზუზუნში და ფაქტობრივად დელგმაში და აი მაშინ დაიწყო უკვე დაჭრილი მებრძოლების ჭრილობების შეხვევა და რამდენმა მის თვალწინ სული დალია. გამოსცადა ულმობელ სიკვდილთან თავისი უმწეობაც და ბევრჯერ გამოსცადა გამარჯვებაც. იგი მონაწილეობდა კრასნოდარის, კრიფსკაიას, ხოლმსკაიას, სევერსკაიასთან წარმოებულ ბრძოლებში და 53 წლის მარტში ხუტორ კრასნის, სტანიცა კრიმსკაიას მიმართულებით წარმოებულ თავდაცვის ბრძოლებში ფეხში დაიჭრა და იძულებული შეიქმნა სხვა დაჭრილებთან ერთად მედსანბატს გახოლოდა. და აი აქ ხდება რაღაცა უფლისგან დაშვებული შეხვედრა. მძიმედ დაჭრილი მანანა ვიდრე მედსანბატს მიაღწევდა, სატანჯველად ექცა ხუტორ კრასნის ჭაობების მარტო გავლა, რომელიც დახოცილი ჯარისკაცების გვამებით იყო მოფენილი. ნებისყოფის არაადამიანური დაძაბვა დასჭირდა, რომ გაევლო ბრძოლის საზარელი არენა, სადაც მკვდრებისათვის ფეხის აქცევა შეუძლებელი იყო. ჭაობიდან ძლივ-ძლივობით მოღწეულს მხსნელად საბჭოთა მეომრები მოევლიდნენ. არაქად გამოლეული ის იყო ტყისპირა გზაზე დაცემას აპირებდა, რომ მის წინ საიდანღაც გამოვარნილი ვილისი დამუხრუჭდა და ირგვლივ მტვრის კორიანტელი დააყენა. წუთიც და იგი არმიის სარდალ ანდრეი გრეჩკოს გვერდით იჯდა. მისი დახმარებით მანანა მჭედლიშვილი მე-40 საინტარო ბატალიონში მოათავსეს და ასე დაერთო სათავე მათ დაუიწყარ მეგობრობას, რომელიც ცხოვრების ბოლომდე სიკვდილამდე გრძელდებოდა. საიდან ვიცი მე ეს ინფორმაცია? მანანა იყო ჩვენი ოჯახის უერთგულესი ადამიანი, ლამის ჩვენი ოჯახის წევრი, 2 ათეული წელი იგი საგარეჯოს რაიონის მთის სოფლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა როგორც ექთანი და ჩვენი რაიონული გაზეთი საგარეჯოს რაიონის ივრის განთიადი, ეს არის 1991 წლის 16 აპრილის გაზეთი და მე-4 გვერდზე რედაქტორმა რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი გახდათ ალექსანდრე ელერგაშვილი და კულტურის დამსახურებული მუშაკი. იგი გახდათ ამ რაიონული გაზეთის რედაქტორი, ძალიან ძვირფასი წერილი მიუძღვნა მანანას ხსოვნას. იგი ამ დროს გარდაიცვალა. წერილის ავტორი არის ცნობილი ჟურნალისტია ჩვენი თანარაიონელი გივი დაბახიშვილი და აქ ყველაფერი მანანას ნაამბობი აღწერა გივი დაბახიშვილმა და ეს ყველაფერი ნაამბობი ჩაწერილია. მანანას ნაამბობია და ჩაწერილია და დაბეჭდილია აი ამ გაზეთში. შემდეგ მანანა უკვე ბრძოლ ისევ იბრძვის, ისევ ბრძოლის ველზეა და აი აქ უკვე 53 წლის ზაფხულია და მანანა და მისი თანამებრძოლები უკვე გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. მაგრამ მანანამ მოასწრო და გიმნასტურიდან თავისი მასრა მოისროლა. მას უკვე მის გვარსა და სახელს ვეღარავინ ვერ გაიგებდა და ტყვედ ჩაიგდეს და უკვე წაიყვანეს გერმანიაში, ბერლინში მათ თანამებრძოლებთან ერთად. მერე საბჭოთა ჯარისკაცებმა ის გასროლილი მასრა იპოვეს მანანა მჭედლიშვილი და დაადგინეს, რომ ის აქ სადღაცას დაიღუპა და საქარეჯოში მოვიდა შავი ბარათი, რომ მანანა გარდაიცვალა 43 წლის 1 აგვისტოს იგი მამაცურად დაიღუპა, დაკრძალულია კრასნოდარის მხარეში, სტანიცა ნაბერჟაევსკის სამხრეთით სიმაღლე რაღაც 352 პირველზე. და ამ დროს მანანა მჭედლიშვილი გერმანელთა ბადრაგს ფაშისტური ბუნაგისაკენ მიმავალ მომხანცველ გზაზე მიჰყავდა. აი რა მოხდა? მანანა ჩაიყვანეს ბერლინში და აქ ქართველი ემიგრანტებისა და გერმანელებთან ტყვედმყოფი სამხედრო ექიმების დახმარებით იგი ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მოეწყო ექთნად, საიდანაც პარიზში არსებულ ქართველ ქალთა კომიტეტის დახმარებით სხვა არაკეთილსაიმედო ტყვეებთან ერთად საფრანგეთში გადაგზავნეს. მათივე დახმარებით იგი მუშაობას იწყებს ქალაქ ლევილში სასიქადულო ქართველ მამულიშვილთან და დიდ მეცნიერთან
ექვთიმე თაყაიშვილთან. ამ ყველაფრის შესახებ ნაამბობი აქვს ალბათონ ნაზი, თქვენ კარგად იცით, ალექსანდრე გუჯაბეძის წიგნში ქართველი პარტიზანები საფრანგეთში, ალბათ 10 ფურცელი აქვს ალბათონი მანანას და წმინდა ექვთიმეს მეგობრობას და დავად მანანა უამბობს გივი დაბახიშვილს. ლევილში ბევრი საქმე არ მქონდა. ვუვლიდი მაშინ უკვე საკმაოდ გატეხილ ჩვენი ეროვნული განძის მცველს ექვთიმე თაყაიშვილს, მისი კარნახითა და დავალებით ვაკეთებდი სხვადასხვა სახის ჩანაწერებს, ხშირად კარნახით მაწერინებდა ქართულ ისტორიულ თემებზე, ფრანგულიდან ქართულ თარგმანებს და სხვა და ასე იხსენებდა საფრანგეთში ცხოვრების პირველ 6 თვეს მანანა მჭედლიშვილი. ეს იყო საფრანგეთის საბჭოთა პატრიოტების კავშირი, მანანა იქ ჩაება და იატაკქვეშა ჯგუფის საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას და ეს ყველაფერი როგორ იღებდნენ ისე ცალკეულ გერმანელების მიერ დაპყრობილ ცალკეულ შენობებს, როგორ ათავისუფლებდნენ ფრანგ ტყვეებს და ჩვენს ტყვეებს, ეს ყველაფერი ამ ალექსანდრე გუჯაბეძის წიგნში კარგად არის აღწერილი. აი მანანას და ექვთიმეს შესახებ რეზისტანსი ლონდონში დეგოლის მიერ შექმნილი თავისუფალი ფრანგების ძალებთან მჭიდრო კავშირში. 1944 წლის 19 აგვისტოს პარიზში იფეთქა აჯანყება. ამ აჯანყებაში არაერთი ქართველიც იღებდა მონაწილეობას. ექვთიმე კარგად იცნობდა მათ, რადგან გერმანელთა ტყვეობას თავდაღწეული ქართველი მეომრები ხშირად აკითხავდნენ მას. ტყვეობიდან გამოქცეული მანანა მჭედლიშვილი კი დიდხანს ცხოვრობდა ექვთიმეს ბინაზე და მდივნობას უწევდა მეცნიერს. მხოლოდ პარიზის აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად დროებით დატოვა მანანამ ბატონი ექვთიმე. საბჭოთა ჯარებით ხერხემალში გატეხილი ფაშიზმი სულ მალე საბოლოოდ განადგურდება. ალექსანდრე გუჯაბეძის წიგნიდან, რომ იცოდეს მსმენელმა და მაყურებელმა, ვინ იყო მანანა და რა ღვაწლი აქვს მას და რა ამაგი მოხუცი ექვთიმეს მოვლა პატრონობისათვის. მანანა მჭედლიშვილი და შუქურა მორჩილაძე მეუღლე გახლდათ, იგი ფრონტზე დაქორწინდნენ და მე ერთად ჩამოვიდნენ ესენი საქართველოში. აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად სოფელ ლევილიდან 10 აგვისტოს ჩამოვიდნენ პარიზში. გრიგოლ გობეჯიშვილთან ერთად მონაწილეობდით წინააღმდეგობის მოძრაობის ერთგვარ დავალების შესრულებაში. რაქენი მანანა აქ რატომ გამოიქეცი? ჩვენი ექვთიმე ვის დაუტოვე, ხომ დააჩნდება მოხუც უშენობა? მოსვლისთანავე შევნიშნე მანანა მჭედლიშვილს. ბატონი ალექსანდრე გუჯაბეძე ამბობს ამას და ექვთიმეს ჩემი პატივისცემა არ აკლია, ჩემო ძმაო. რა თქმა უნდა, მებრალება ასე დროს რა გამაჩერებში თქვენ გინდა დაიტრაბახოთ პარიზის განთავისუფლებაში მონაწილეობას ღებულობდიო. მე არა? ნუ რას უკაცრავად მისებური დაჟინები და თვალების ბრიალი წარმოთქვა მანანამ. იმ დროს პარიზიდან 20 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლევილში ცხოვრობდა სახელმოხვეჭილი საზოგადო მოღვაწე ისტორიკოსი პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი, ხცოვანი მეცნიერი, მაშინ 91 წლისა იყო. მარტო ხელა ღრმა მოხუცი გატეხა და დაუძლურდა დღედაღამ ფიქრმა სამშობლოზე. მენშევიკური მთავრობის მიერ 1921 წელს პარიზში წაღებული სამუზეუმო განძეულის უკან დაბრუნებაზე. მოხუცი იმედს არ კარგავდა. გაჭირვების მიუხედავად იგი თავს ძალას ატანდა და მეცნიერულ მუშაობას განაგრძობდა. ომის მძიმე წლებში არ შეიძლებოდა მისი უმეთვალყუროდ დატოვება. მოხუცი პროფესორის გულშემატკივარი ქართველი ქალიშვილი მანანა მჭედლიშვილი აღმოჩნდა. იგივე ექვთიმე თაყაიშვილთან მუშაობდა პირად მდივნად და განა მარტო მდივნად იქვე გადავიდა საცხოვრებლად და გულთბილი ყურადღებიანი ქალიშვილი ღრმად მოხუცებულ პროფესორ ექვთიმე თაყაიშვილს მამასავით უვლიდა და პატრონობდა. და როცა პარიზის აჯანყებაში მონაწილეობის მიზნით წასასვლელად გაემზადა, მანანამ ცოლარე პროფესორს მიუახლოვდა და მორიდებით მიმართა. პარიზში აჯანყება დაიწყო ბატონ ექვთიმე. აჯანყება, მე მივდივარ მონაწილეობის მისაღებად. იქ გველოდებიან ჩვენი თანამებრძოლი ამხანაგები, უნდა დაგტოვოთ. ბიბლიოთეკა წესრიგშია, საჭმელი კარადაშია, თქვენი მოვლა მეზობლებს დავავალე. აჯანყება დაიწყო, მოხუც პროფესორს სიხარულის ცრემლი მოერია, მანანას მიაჩერდა და ღიმილით განაგრძო. წადი შვილო, წადი, საკვეხნად და იმედად, შენი სიყოჩაღე მეყოფა ჩემო კარგო მანანა, იცი რა, მიხარია და მეამაყება რომ ქართველი ქალიშვილი პარიზის განთავისუფლების მონაწილე ხდები, მეც იმედით ვივსები და მჯერა რომ შენთან ერთად ვეხისები დიდი ხნის უნახავი სამშობლოს ხილვას. მშობლიური მიწა პირველმა შენ უნდა მომაყარო გულზე. ესა თქვა მოხუცმა, აკანკალებული და დაძაბული ხელებით ჯერ ცრემლი მოიწმინდა, მერე მანანას გაუწოდა და ასე დაემშვიდობა დროებით.
დროებით. მე ამ წიგნში არის ქალბატონო ნაზი, იცი თქვენ და იცი ხო, ეს ფილმი ვახსენოთ, იმიტომ რომ ძალიან ეს ფილმი ძალიან ბევრმა ნახა, მაგრამ წუთნახევარი არის, სადაც ბატონი რეზო ბრძანებს ლუკაშვილი ქალბატონი მანანას შესახებ და ძალიან ბევრმა ეს რატომღაც ვერ მოისმინა ან რაღაც არ მიაქციეს ამას ყურადღება, არა ის გარკვევით ბრძანებს ბატონი რეზო ქალბატონი მანანას შესახებ და გამნაგდოთ და ეს ვიდეო გთხოვთ რომ გავუშვათ. დიახ. შემდგომ მე 45-ში ჩამოვიდნენ უკვე როგორც მე დაბრუნდა მამობილი ისე მანანა დაბრუნდა საქართველოში და მე მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა და ვუთხრა ტელემაყურებელს რომ მანანა მე ჩვენთან მთის სოფლებში წამოვიდა ერთნად 2000 წელი იმუშავა ქალბატონო ნაზი ძალიან ძნელი პირობებია ჩვენთან სადღაც ერთი სოფლიდან მეორე სოფლამდე 7 კილომეტრია 4 კილომეტრია და მანანა 4-5 სოფლის ერთანი იყო ერთიოდა ხელჯოხით დაჭერდა მე მახსოვს მისი დაჭერილი იყო ასე ცოდვით ვერ შეხედავდი ფეხს რა დონეზე იყო დამახინჯებული და დაჩეხილი ეს ფეხი და ასეთი ფეხი დადიოდა და ღამეებს უთევდა ჩემი მხრის ხალხს გამოაჯანმრთელებდა შობიარობებს ღებულობდა ლამის ექიმის დონის ერთანი იყო უძლიერესი იყო სპეციალობაში და იგი გახლდათ ჩვენი მაშინდელი სასოფლო საბჭოს დეპუტატი და აი ამ დროს ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქალბატონმა მანანა მე პატარა ვიყავი 7-8-9 წლის და მახსოვს ჩვენ კოჭბანს ჩემს სოფელს გორანას იკვლევ გორანას ბოტკოს ხინჭებს აი ამ სოფლებს გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ქონდა მხოლოდ მდინარე იორზე გადებული საცალფეხო ხიდი. ჩვენ არ ქონდა ჩვეულებრივი კაპიტალური ხიდი და მანანამ შეძრა საქართველოს ცენტრალური კომიტეტი გზათამშენებლობის სამინისტრო და ერთი ზაფხულის განმავლობაში კოჭბანში ეს არის 1970 წელი კოჭბანში მდინარე იორზე კაპიტალური ხიდი ააშენა. ეს ხიდი დღეს რომ ჩემი ხალხი გაბრძანდება და გამოგზადება და დადიან ხიდს ეს მანანამ ეს აშენებული ხიდია. ვისთხოვა მან ეს და გავაჟღეროთ. და შორის ეს გავაჟღეროთ და მანანამ ესეც აღნიშნა წელიწადში ერთხელ მას უფლება ჰქონდა უფასოდ დადიოდა მოსკოვში და როცა უნდა მაშინაც წავიდოდა ის ფულს არ ზოგავდა ასეთი ქალბატონი იყო ჩავიდა იგი მოსკოვში და ელაპარაკა გრეჩკოს ანდრეი გრეჩკოს მაშინ მინისტრი იყო თავდაცვის მინისტრმა მანანას თხოვნით და ფრონტელი მეგობრები იყვნენ ისინი დარეკა ცენტრალურ კომიტეტში და იმავე ზაფხულს კოჭბანელებს ჩემს ხალხს ხიდი გაუკეთა და მეორე კიდე ქალბატონო ნაზი 1964 წლამდე ივრის ხეობის ივრის მდინარეების მარჯვენა მხარის სოფლებს ჩვენი სასოფლო საბჭოს შემავალ სოფლებს არ ჰქონდათ დენი ესეც მანანამ გაგვიკეთა ნინო 1964 წელს ჩვენთან აერთო ელექტრონათურები არ მეტარება და ის მანამდე ჩვენ ლამპებზე შუქზე ვიყავით ქალბატონო ნაზი 1964 წელს ელექტროფიცირება ჩვენ სოფლებში განხორციელდა და ისევ მანანას ინიციატივით და ისევ მისი ორგანიზებით საოცარი ადამიანი იყო და ამიტომ ის ძალიან უყვარდა ჩვენს ოჯახს, ჩემს მშობლებს. აი ეს არის მანანას ხელნაწერი, რომელსაც სათუთად ვინახავდა ჩემი კლასელის ოჯახმა მაჩუკა, ჩემს კლასელთან მიწერილია ეს წერილი და როგორ თბილად წერს ქალბატონი მანანა. გია შვილოს ჩოხელების ოჯახია ეს, საათად ჩამოგიტანდა ყველაფერს, რაც საჭიროა ჯარშიო ქალბატონი. საათი არ მაქვს, ბავშვმა მოიწერა სახლში. იცოცხლე, იხარე, ჯანმრთელად იყავი. ომის ინვალიდი ვარ მე, მეორე ჯგუფის, უფასოდ უნდა ვიმგზავრო წელიწადში ერთხელ მატარებლით, თვითმფრინავით და გემით. წელიწადში ერთხელ წასვლა-წამოსვლა უფასოდ, ასეა ჩემო კარგო, ჩემი საქმე, უსათუოდ ჩამოვალ. და ძალიან თბილი წერილია ეს მანანას ხელნაწერი, ეს ალბათ ინახება. თქვენთან არის ზეირა ეს წერილი. ოჯახმა მაჩუკა ქალბატონი, ეს ჩემი საკუთრება მანანას ხელნაწერი. და ნახეთ ბოლოს რა წერს, ესე იგი რამხელა ტაქტიანი და დიპლომატი ქალია. Привет, от меня всем командирам и бойцам. Там ჯარში წერს, გადაეციო. ამიტომ
ძალიან რომ მიყვარდა მე საქართველოს რესპუბლიკაში თანამშრომლობდი 4-5 წლის განმავლობაში და აი ეს წერილი საბატონ მანანას მიუძღვენი გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში ეს არის 2006 წელი 7 მარტი მას რამაცხო დაბადების დღე აქვს და დაბადების დღისთვის მიუძღვენი ეს წერილი ძალიან გაუხარდა სხვათა შორის რომ მე ამდენი რამ დავწერე მანანაზე მაშინ ბატონ არმასანებლიძეს ბატონ გორან გოგიაშვილს ჩემს ჟურნალში ქართველები აქაც ბატონ მანანას 4 გვერდი დავურთმე აი ეს მასალა ქალბატონ ნაზი და ნადელი დაადგეს მის ხსოვნას აი აქ დრო არ გვეყოფა ეხლა მე ვერ გიამბობ როგორი ამ ქალბატონზე ძალიან ბევრია სასაუბრო როგორი მეომარი იყო იქ საოცრება როგორ განაიარაღა გერმანელი გუშაგი აი აქ უჯაბიძის წიგნში წერია ეს ყველაფერი გერმანელი გუშაგი სასტუმროს გუშაგი დააწერინა გერმანულ ენოვალ თავის თანამებრძოლს რომ ოქროს საათი მაქვს გასაყიდი და ხომ არ იყიდით გერმანულად და მიადგა მანანა სამი შვილი ქმარი გარდამეცვალა და იქნებ იყიდო საათი იაფადო და ჩახედავს გერმანელი და ამ დროს მანანა პისტოლეტს იღებს და ადებს რუბლს და მდელი სასტუმრო ჩვენმა პარტიზანებმა ასე აიყვანეს თქვენ და რამდენი გერმანელები გაათავისუფლეს გერმანელებისგან პარიზში სასტუმრო ახლა ნინოს დავუთმო დიახ აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა შემდგომ შევაჯამებ და ისევ გადმოვალ თქვენთან ეხლა თქვენ ხართ ძმის შვილი თუ როგორი სანათესაო მდგომარეობა გაქვთ მანანა მჭედლიშვილი პირდაპირ მამიდა და მან კიდევაც გაგვიწია მამიდობა ნამდვილად მანანა არის მამაჩემის ბიძაშვილი როცა მანანას მამა გარდაიცვალა დედაც გარდაიცვალა და მამამისი დახვრიტეს 24-ში მანანა გაზარდა პაპაჩემმა და მასში ჩართული იყო მამი და მისიც ქეთევანი და ასე აღიზარდნენ 3 დები იყვნენ და დიდი წვალებით არ იყო დავხინებული პერიოდი რა თქმა უნდა იმ დროს ერთი სიტყვით მე ძალიან მინდა მანანას პიროვნებას გავუსვა ხაზი მანანა არა მხოლოდ მამიდა ჩემი იყო არამედ იყო მსოფლიოს ქალბატონი მე ასე ვიტყოდი იმიტომ რომ დიდი ადამიანი მანანა იყო ექთანი იარაღით ხელში ეს გაუგონარი რამ არის იყო ექთანი სიცოცხლე ები გადაარჩინო და ამავდროულად გედოს იარაღი და ჩადიოდე რაღაც სხვა აღარ ვიტყვი ორი შეუთავსებელი მე ვფიქრობ საქმიანობა მაგრამ აუცილებელი და საჭირო იმ პერიოდისთვის წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადაარჩენდა მანანა ვერც საკუთარ თავს და ვერც დანარჩენ უამრავ არმიას ვისაც უშველა მან მანანას მოგონებები ორჯერ ჩაიწერა 1963 წელს და 1973 წელს რომელიც გამოუქვეყნებელი დარჩა ზოგიერთი არა მხოლოდ მანანას მოგონებანი არამედ რიგი უამრავი ადამიანის მოგონება რომელიც უნდა გამოქვეყნებულიყო მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ მოხდა ეხლა მე მინდოდა რომ პარიზის გათავისუფლებაში მონაწილეობის მიღება ეს იყო ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძირითადად კი ლაპარაკი ყველაფერი ნათქვამია ყველაფერი არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძირითადი მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პარიზის გათავისუფლებაში მონაწილეობის მიღება როგორია ადამიანი ჩემთვის დღესაც წარმოუდგენელია კარგი საკუთარი სამშობლო დაიცავი მაგრამ ხო ეს ამას ჭირდება სამშობლოს იმას ჭირდება მაგრამ სხვა ქვეყანას და სხვა ქვეყნის მე არ ვიცი ეს ამას რა ქვია მე დღეს სახელი ვერ მოვუძებნე ამას აი ასეთი მიყვირს ძალიან მიყვირს ასეთი შემართება მაგრამ იყო თვითონ მას შეეძლო რომ არ მიიღო მონაწილეობა შეეძლო თავისუფლად მაგრამ პრინციპული იყო კარგად იცნობდი და მეც ვიცნობდი
ფაშიზმი ბოლომდე უნდა გაენადგურებინა, სადაც დაეწეოდა და მიეწეოდა ქალბატონობა. ასეთი პრინციპული იყო. აი პარიზამდე მიჰყვა ფაშისტებს. ხო, კი. სხვათა შორის ხო მერეც მქონდა ეს სიძულვილი მქონდა, ეს გამართლებული. მე ვფიქრობ, მისი სიძულვილი, იმიტომ რომ იცით რამდენი იბრძოლა და როგორ. მე ვფიქრობ, რომ ის იყო არაჩვეულებრივი ექთანი შემდგომ პერიოდშიც ხალხს ეხმარებოდა. მისთვის არ არსებობდა პრობლემა ესეთი დეტალური საყოფაცხოვრებო ყოველდღიური პრობლემები მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. ის იქ იყო, სადაც იყო სიცოცხლის გადარჩენა, სადაც იყო აი ხო ლეილამ ბრძანა რომ იქ ხალხს უჭირდა, სადაც ვინმეს უჭირდა, მანანაც იქ იყო. ისე უყვარდათ ჩვენს მეზობლებს ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და ისე უყვარდათ, რა ვიცი, პირველად ჩვენს რომ მივიდოდეთ სახლში, მანანა დაგხვდებოდა ჩვენს მეზობლებთან ხოლმე და არაჩვეულებრივ უყურებდი, ეს იყო ჩემთვის რაღაცა დიდი მთა, მე მაშინ პატარა ვიყავი და დღესაც მაქვს მისი ნაჩუქარი ვეფხისტყაოსანი, დიდი არაჩვეულებრივ ეს ამაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის არ არის. 1951 წლის გამოცემა, ილუსტრაციები ირაკლი თოიძის და დართული აქვს ლექსიკონი. და ეს გამოცემა წარმოადგენდა 1927 წლის საიუბილეო გამოცემის განმეორებას და შეცდომებით ჩასწორებული და ეს არის 38 გამოცემა საბჭოთა ხელისუფლების დროს. კი ბატონო, 38 გამოცემა. ეს ახლა დღეს ვინახავ ამას დიდ მე არ ვიცი ძალიან და წარწერა აქვს. კეთილსაც ძლია ბოროტსაც ძლია კეთილმან არსება მისი გრძელია და დიდი ასოებით აქვს წარწერა და ძალიან მიამაყება ეს მისი მე ვფიქრობ თუ კი შევაფასებთ 1-2 სიტყვით მანანას ცხოვრებას ეს არის მარტივად და ბანალურად რო ვთქვათ ეს გმირობა მაგრამ ეს არ არის ცრუ ჰეროიზმი. არავითარ შემთხვევაში ის იყო ნამდვილი, ის იყო მართალი იმ თავის საქმეში, რასაც აკეთებდა. ეხლა მე მინდა რომ ომის პერიოდის თემა ეს ცალკე თემაა. მანანა პარტიზანი იყო, ყველაზე რთული საქმიანობა, ყველაზე რთული სფერო. ომის პერიოდში ყველაზე რთული. იყვნენ იქ დაუშვათ მფრინავებიც, გმირები, ქალები, მაგრამ ეს იყო ხაზი უნდა გაუსვა საფრანგეთში პირველი პარტიზანი ქართველი ქალი. საოცრება. კი, პირველი პარტიზანი ქართველი ქალი და საფრანგეთში მას პარიზის გათავისუფლება როცა მოხდა ამის შემდეგ დიდი პარიზის მოსახლეობა ისე შეეგება ამ ქართველებს იქ მარტო მანანა არ ყოფილა თავისთავად ცხადე მთელი გუნდი იყო ქართველების და კურაჟ ჟორჟიანო მამაცი ქართველებიო შეძახილებით ასე შეხვდნენ ქართველებს და მათ შორის მანანასაც ეკუთვნოდა რა თქმა უნდა მართლა მამაცი იყო ეხა უშიშარი და მამაცი მაგრამ აი შიშზე რა კარგი გამახსენე ლილა ერთხელ წაგვიყვანა თავისთან და მე ვფიქრობ რომ ბავშვობიდან უშიშარი იქნებოდა მაგრამ ეს ომმა ჩამოუყალიბა ასეთი რაღაცა შიშის გრძნობა. აბა ჭაობში გვამებზე რო გადადის ქალი. ხო, ეს უნდა იყო გამძლე, ფსიქიკა, ხარი ფსიქიკიც უნდა იყო. და მითხრა რომ ერთი წუთი კარები გააღო, დამაყენა კარებთან და არ შემოხვიდევა მითხრა, კარადაში შეიხედა, ლოგინის ქვეშ შეიხედა, რომ ეს ქონდა ომიდან. მიხდით ეს შეძენილი ეს სიფრთხილე იყო თუ შიში იყო თუ ხო, რაღაცა იყო, ეს ქონდა და ეს ისე მახსოვს კარგად. ხოთა შორის მე დაგითხრათ რომ აი სიფრთხილემ და ასეთ გონიერება რომ მაინც გადაამოწმა ყველაფერი. ხომ არა აი იმიტომ დაამთავრა თვითონ ომი
თუ ჩამოვიდა საქართველოში და გააგრძელა ცხოვრება და თავისი საქმიანობა. აი ეს ერთი რომ ის იყო პირველი ქართული პარტიზანი პარიზში და მეორე ის იმას მინდა ხაზი გაუსვა რომ განძი რომელიც ბატონ ექვთიმეს ქონდა ჩაბარებული ჩაიბარა და მოუარა და დაიცვა ბოლომდე და შემდგომ მირიანაშვილის თაოსნობით და ხელმძღვანელობით ეს განძი ჩალაგდა და ჩამოვიდა რა თქმა უნდა სტალინის დახმარებით ჩამოვიდა საქართველოში ეს განძი ლევილში ჩაალაგა მანანამ თავისი ხელით აღწერა ამ განძის აღწერა მოხდა რომელშიც მანანა და თავისი თანამებრძოლები იღებდნენ მონაწილეობას რა თქმა უნდა საიმედო ხალხი და თავისი ხელით დაეხმარა ბატონ ექვთიმეს განძეულის ჩალაგებაში მოამზადა და მე საფლავზე სანდო წყაროები გააქვს ეს არის წიგნებში და მე მზად მაქვს ორენოვანი წიგნი ქართულად და რუსულად მე თვითონ თარგმნე რუსულად მანანას შესახებ აბსოლუტურად ყველა შესწავლილი მაქვს მე მანანას შესახებ თუ ვინმეს ერთი უბრალოდ ხსენებია მანანა მჭედლიშვილი და შეტანილია ჩემს წიგნში გერმანულად თუ როგორც გერმანისტი ხო გერმანისტი ხარ დიახ მე სამენოვანი წიგნები მაქვს ლეივიცის პოეზიაც და საერთოდ ყველაფერი თუ რამეს უთარგმნის სამენაზე ქართული რა თქმა უნდა დართული აქვს და რუსული და გერმანული მაგრამ მე შეგნებულად არ ვთარგმნე ეს გერმანულად რადგან თავი დიახ არ ვაწყენინოთ გერმანიას გასაგებია ახლა ის სხვა დრო იყოს უსაფრთხოებები ხო დღევანდელ ეპოქაში არ იქნებოდა საჭირო რა თქმა უნდა და ეს წიგნი რომელიც მე გავაკეთე თუ გამოიცემა და თუ გამოვა მე მხოლოდ მოხარული ვიქნები მკითხველს დარწმუნებს იმაში რომ რისთვის არის ადამიანი გაჩენილი ზოგადად და რომ მართლა უნდა იზრუნოს კაცობრიობისათვის და ზოგადად გარემოსთვის და სამყაროსთვის და გაოცდებიან კიდევაც და აღფრთოვანდებიან კიდევაც ერთდროულად. ეს აქ მოცემულია ყველაფერი ხა ჩვენ ამ გადაცემაში ყველაფერს ვერ ვიტყვით მანანას შესახებ ერთ-ერთი მათგანი კი ვთქვით როგორ განაიარაღა გერმანელები და უამრავი ასეთი შემთხვევა მქონდა მანანას ჩადენილი ბჭყალებში. დიახ. მანანას ძალიან უყვარდა ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის კაცობრიობის დამცველი იყო. ხო, და სიცოცხლესაც აფასებდა როგორც თქვით. ჩემს წიგნს, რომელშიც შეტანილია როგორც თქვი, უამრავი მასალა შეტანილი მამი და ჩემის შესახებ. ქვია დიდი მებრძოლის პატარა წიგნი. ასე დავარქვი. ნამდვილად ასეა. მე ყველანაირად ვცდილობდი მანანა მჭედლიშვილის სახელის ცუდი სიტყვა იქნება პოპულარიზაცია, მაგრამ გამოსაჩენად, რომ გაეცნო ყველას, მით უმეტეს ბატონი ექვთიმესთან კავშირში, იმიტომ რომ ეს ნამდვილად დამსახურება ჩემი აზრით. მინდა ეხლა ცოტა შემოვიდე საუბრით, რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ, უფრო კარგად უნდა გააკეთოთ. აი იმუშავეთ ამაზე, იმიტომ რომ მე ძალიან გული დამსდა რომ 10 წლის უკან მე წეღან კიდევაც ვახსენე ეს მომენტი რომ მე და ქალბატონი ლეილა მოვიწვიე მე და მის მუზეუმში სწორედ მინდოდა ჩაწერეთ და ჩავწერეთ კიდევაც და როდესაც შემდგომ საუბრობენ ანინო პოლტარასკაიას დის შვილიშვილები ქალბატონი გრეტან ნიჟარაძე და მეორე
ირა ხერჟი, რომელთანაც მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და თვითონ ისინი იყვნენ გაოცებულები, მათმა არ იცოდნენ, რომ საერთოდ თუ ყავდა ბატონო ერთიმეს მომლელი, მდივანი და ასე შემდეგ და ცოტა გაოცებულებიც იყვნენ და ცოტა ესეთი პრეტენზიაც კი ჰქონდათ. ნუ იმათმა არ იცოდნენ ესა და მე იცით როგორ მწყდება გული რომ აი ფილმი გადაღებულია კიდევ ბატონი რეზოს გარდა ხო არ ფილმი აი მე პირადად ხო თითქოს ჩასაფრებული ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით მე ის 10 წლის უკანდელი აი ისეთი არა აცოდნა ინფორმაციის ყურს მაწუხებს ესა და სწორედ ძალიან კარგი იქნება ეხლა თქვენ ვინ არიან მკვლევარები იქნებ მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ბატონო ლეილა იქნებ დაფიქრდნენ იქნებ დაეყრდონ ამ მასალებს იმიტომ რომ ეხლა რატომ უნდა დაიკარგოს ამ ადამიანის 8 წელი ამ ადამიანის ბატონი ექვთიმეს წინაშე ხო და რატომ არ უნდა იცოდეს ყველა ქართველმა რომ არსებობდა ასეთი არაჩვეულებრივი ქალბატონი მანანა მჭედლიშვილი რომელსაც ჰქონდა ურთიერთობა თვეების განმავლობაში იქ ცხოვრობდა მას ეხმარებოდა და ეს არ იცის ქართველმა ერმა როგორ გავიგო ესა მე არ ვიცი აი ძალიან გული მწყდება ქალბატონო ნაზი შეხედეთ მხოლოდ ის რა დღირს რომ კარნახით იწერდა და შემოინახა ამდენი მასალა ის ხომ შეიძლებოდა დაკარგულიო რა თქმა უნდა აი ამიტომ მე ძალიან ვწუხვარ მე მინდა აგრეთვე როლი ხავრში მე წეღანავ თქვი რომ ესაუბრე ქალბატონს რომელიც იქ არის მკვლევარი და ვინც მუშაობს 80 წელს გადაშორებული ქალბატონი ახლა გვარდასახელი არ მახსენდება მაგრამ ჩავიდეთ ერთხელ მე იქ შემიძლია რომ ეს მოვაწყო შეხვედრა ჩავიდეთ ვისაუბროთ გავიგოთ შეიძლება არც ლიხაურის მუზეუმაც კი არ იცით ამის შესახებ რატომაც არა და 1-2 დღე როგორმე გამოვყოთ ამისათვის და მე დიდი სიამოვნებით დავკავშირდები მაქვს მე კავშირები ტელეფონის ნომრები მაქვს და მე ბედნიერი ვარ რომ დილამ თქვენი თავი რომ გამასო მითხრა რომ ასეთი პიროვნება არისო და ეს მასალებით არის ეხლა თქვენ ვინ იყო მკვლევარები ვისთანაც კონტაქტ ურთიერთობა კეთეთ აუცილებლად 5 ტომეული აქვს ამირხანაშვილს ივანე ამირხანაშვილი არის ესეთი ავტორი 5 ტომეული რომელიც ბატონ ექვთიმეზე აქვს შემდეგ 12 ტომეული ბატონ როინ მეტრეველს და რედაქტორი ბუბა კუდავა თქვენ იცით კახმეთ კუდავას ვარ 12 ტომეული ამ 12 ტომეულში დეტალურად შევისწავლეს 12 ტომი მაგრამ არსად არ არის გაზრდილი არსად არ არის მანანა მჭედლიშვილზე თქვენ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია კი ბატონო ჩვენ გქონდა შეხვედრა სხვა თემაზე ოღონდ ბატონ როინთან და მე ვუთხარი და მე ვფიქრობ რომ მან ეს ენიშნა მას რომ ნამდვილად შეიძლება შეცდა ამაში რომ მანანაზე არ არის მე ასე ვიგრძელი ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია მაგრამ აი მე მაოცებს რეზო თაბუკაშვილის პიროვნება და მისი აი ყოლევა და აი იმ გზებზე სიარული რა გზაზეც და ბატონი ექვთიმე დადიოდა ხო აი იმ გზას გაყვა ამ პიროვნება და ესეც მაინტერესებს რომ რა წყაროებიდან მოძებნა და ბატონმა რეზომ ერთი ქალბატონი ერთი გოგონა მოდი ასე და სულ ახალგაზრდა ხო მანანა მჭედლიშვილი და ის თავისი უკვდავ ფილმში
შეიყვანა და მიუძღვნა წუთ ნახევარი, რომელსაც ჩვენი ძირფასი მაყურებელი ნახავს. დიახ, მე გეტყვით, სად შეიძლებოდა, იმიტომ რომ ოფიციალურად მანანამ ჭედლიშვილს მინიჭებული აქვს იქ ლევილის მერაბელი და მერის მიერ მინიჭებული აქვს იქ რაღაცა დამსახურება, რაღაცა ჯილდო. ეს ჯილდო სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო არქივში. დიახ. შემონახული უნდა ყოფილიყო და ეს თქვენი ვარაუდია. ჩემი ვარაუდია. მიმაჩნია რომ საკმაოდ 90% ასე ლოგიკურია, იმიტომ რომ დოკუმენტი არის, მე წიგნში მაქვს ეს დოკუმენტი, როგორ გადასცეს მანანამ ჭედლიშვილს ეს ჯილდო. ანუ რაღაცა ესე ხო სიგელივი როგორი მკვლევარი და ამიტომ იქ არქივში იქნება ეს დიახ შემდეგ ბატონი ბონდოკობაძე რომელმაც დიახ არაჩვეულებრივი დიახ ბატონი ბონდო ძალიან ბევრს მუშაობდა საჯარო ბიბლიოთეკაში მე შევეწარე ამ პერიოდს და მან გააკეთა წიგნი ექვთიმეთაყაიშვილი 150 შემდგომ მე ვნახე ეს წიგნი ესეც დეტალურად წავიკითხე მაგრამ აქაც სამწუხაროდ არაფერი არ არის მანანაზე შემდეგ ბატონ გურამ შარაძეს უამრავი სტატია ქონდა ექვთიმეთაყაიშვილზე ბატონმა გურამმა აღმოაჩინა არსად არ იყო ეს ცნობილი მან აღმოაჩინა ბატონი ექვთიმეთაყაიშვილის დისერტაცია გურამ შარაძე ხო ეს აი ამ დონის მკვლევარი იყო მაგრამ ჩემი აზრით ავტორები რომელთაც შეხება მაინც ქონიათ ექვთიმეთაყაიშვილთან და მის საქმიანობასთან ოდნავ მაინც არ შეიძლება რომ არ ცოდნოდათ მანანამ ჭედლიშვილის პერიოდი რატომ არ მოხდა თუნდაც გაჟღერება ერთი ორი სიტყვითაც მე გაოცებული ვარ და იცით მე მინდა დაურეკო ბატონ გუბას მეგრელიძეს მისი მამა მისი მეგობარი იყო მართალი გითხრათ მეგრელიძის წიგნი ქონდა დიახ იოსებ მეგრელიძე რომელმაც 30 მანეთი რო გადაუხადა მძღოლს რომ გაეჩერებინა მისი რომ დაცვალების და რომ იყავდათ ვაკის სასაფლაოზე რომ დაესაფლავებინათ სწორედ მას თხოვა მძღოლს რომ ეს ცნობილი ფაქტია რომ ისე გააჩერე მანქანა ისე გააფუჭე მანქანა რომ იქამდე მივიდეთ ანუ უნივერსიტეტამდე და სწორედ აცხონოს ღმერთმა ბატონი იოსები არაჩვენ მე ორჯერ გავაკეთე მასზე გადაცემა და ამით ნამდვილად ვამაყობ და სწორედ მაშინ კაკების ხალხმა მისვენდნენ რატო გაჩერდი ზუსტად ისე გამოთვალა იმ ზღოლმა რომ აი იქამდე მივიდნენ და რა თქმა უნდა იქ გააკეთეს დღეს თუ რომ ჩვენ შემორჩენილი გვაქვს ბატონი ექვთიმეს საფლავი ეს არის აკაკი შანიძესა და იოსებ მეგრელიძის დამსახურება როდესაც ის დაასაფლავეს ვაკის სასაფლაოზე რამოდენიმე კაცი 40-მდე კაცი იყო და ყველას ევნებოდნენ წადითო რა და ესენი მეორე დღეს მივიდნენ და ერთი სანიშნე იქ ჩაასვეს ასეთ ჯოხით პალოს რომ ეძახია ჩაასეს მერე კიდევ მივიდნენ ორივენი და აი ასე ნელ-ნელობით ნახა მერე უკვე აკაკები ახლა ფიქრობდა რომ ახლა ვინ მოვა და მერე პატარა შემოხობეს მართულით და რა თქმა უნდა მერე უკვე მიხვდა საქართველოს იმდროინდელმა მთავრობამ რომ ვინ იყო ექვთიმეთაყაიშვილი და შემდგომ გადაასვენეს ჯერ მე ასე ვიცი მადიდობის პანთეონში შემდგომ მოგან თალწმინდაზე დასანანი ეგ არის რომ ამ ადამიანის მისი სხეული სამჯერ შეწუხდა ერთჯერ ვაკეში მერე
მადიდობის პანთეონში და სამუდამო განსასვენებელი, სადაც მას ეკუთვნოდა რამოდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ ეს ხო შეწუხებაა მაინც. მე სხვათა შორის მაგაზე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ აი არ შეიძლება რომ შეაწუხო მაინც. შეიძლება არც არაფერი არ არის ეს ჩვენი ისა რაღაცა განცდები და სენტიმენტალობა, მაგრამ მე პირადად ასე განვიცადე ეს ამბავი. რა თქმა უნდა. ჩვენ დაგვრჩა სულ 3 წუთი და იქნებ რეზუმე გავაკეთო ფილმზე ვიტყვით შეიძლება აი ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი არის სრული ფილმია, ეს არ არის მომდრომეტრაჟიანი ფილმი. მე და ნიკოლოზი შევხვდით ერთმანეთს და გადავეცი მასალები, რომ იქ აუცილებლად 5 წუთიანი თუ არა 3 წუთიანი უბრალოდ გამოჩენილი იყო, რომ მანანას ჰქონდა ეს პერიოდი ბატონ ექვთიმესთან, მაგრამ ესეც კრახით დამთავრდა ჩემი ეს მცდელობა. სამწუხაროა, ძალიან ცუდია ეს. დიახ და არის ასეთი უკვდავი პოლკი, რომელიც მოსკოვში შეიქმნა პირველად და ეს არის კილომეტრებიანი სიგრძის უამრავი ხალხი მოდის და მოაქვს თავისი წინაპრების ფოტოები, რომლებსაც უსასყიდლოდ აკეთებს ორგანიზაცია და ეს ხდება ყოველ 9 მაისს. და ასეთი უკვდავი პოლკის მსვლელობა ჩვენთანაც არის ხოლმე 9 მაისს, სადაც მცირეოდენიღა დარჩა მებრძოლები და ამ მებრძოლებთან მე მანანაც სურათი გადა. კი, მეც მონაწილეობა მივიღეთ მე და მანანამ ამ უკვდავი პოლკის მსვლელობაში და აი ეს ძალიან საამაყოა ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, საამაყო ასეთი. მე ვამაყობ ჩემი წინაპრებს. აუცილებლად და კი რომ მეც ვიამაყებ. ახლა მართალი გითხრათ, რომ მეც ჩავიხედე მის განმცხოვრებაში თქვენის დახმარებით და ეს არის საოცრება. მე მინდა მაყურებელს ვაჩვენო, ეს არის მისი გამოგზავნილი ფრონტიდან წერილი. დიახ, ეს არის წერილი, აი ასეთი ფრონტიდან გამოგზავნილი. დიახ, 1944. აი ასეთი ეს არის ძველი, უბრალოდ აი ძალიან ძველი. რა თქმა უნდა, ახლა საფოსტო სახში იყო ეს. დიახ, ჩვენ მქონდა მამაჩემს ეს თქვენ არ ჩააბარეთ მუზეუმს? არა, ეს არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის ასეთი ციფრული მემატიანე ქვია, არქივია და იქ მანანას ფოტოც და აი ეს წერილიც იქ დევს შემონახული. მე რო დავკარგო, იქ მაინც იქნება ელექტროვერსია. ძალიან კარგი. ეს რო გააკეთეთ ეს მე ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ხანდახან უძლური ვარ რაღაცა ბოლომდე. აი იმიტომ რომ ვინც უნდა შემდგომ თქვენ კი მიაწეთ, მაგრამ ვინც უნდა შემდგომ ეს გააკეთოს და დაასრულოს და გამოიტანოს, ისინი რატომღაც თავს იკავებენ და ძალიან ცუდია ეს. მე მათ ამ საკითხში არ ვეთანხმები. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია საერთოდ ომის თემა. ძალიან ამაღელვებელია. თქვენი სახელი ჩემო ძვირფასო სტუმრებო, დიდი მადლობას გეუბნებით, რომ ჩვენ გავიხსენეთ პირველ რიგში ექვთიმე თაყაიშვილიც და ქალბატონი მანანა, რომელიც მას უვლიდა, ეხმარებოდა და რასაც ბატონი ექვთიმე მას ეუბნებოდა სიტყვერად, ის ამას აფიქსირებდა და ჩამოვიდა საქართველოში ცოცხალი, კიდევ მის რაიონს ღირსეულად მოემსახურა და ნათელი მის სოვნას. ძალიან დიდ მადლობას გეუბნებ. ამაყი ვარ დღეს, რომ ჩემი 10 წლის სურვილი ავისრულდა კვლავ გავაკეთე ესეთი გადაცემა. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ლეილა იმისათვის, რომ შენ დამხდი მაშინ და თავი შეიკავე კიდევ ასომარიცოდენ იმათმა ვინ იყო ქალბატონი მანანა და თქვენ კი ქალბატონო ნინო, დიდი მადლობას გეუბნებით, რომ მოგთანდით და გავაშუქეთ და ვისაუბრეთ თქვენს დიდებულ მამიდაზე. თქვენი სახელით დავემშვიდობები ჩემ ძვირფას მაყურებელს და ვეტყვი მადლობას მოსმენისას და თუ ვინმეს რამე გაქვთ ინფორმაცია, მოგვაწოდეთ და
ვიქნებით ბედნიერი ამით. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.